წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქართული ოცნების წალენჯი ხაშიმერობის კანდიდატმა პარლამენტის წევრებთან ერთად ახალგაზრდა სპორტსმენებთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე სპორტის მიმართულებით მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრებს. მერობის კანდიდატმა ახალგაზრდების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სპორტი და ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი მისთვის პრიორიტეტი იქნება. ლაშა ტალახაძემ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, მწვრთნელებს სპორტული ინვენტარი გადასცა. ახალგაზრდისთვის ეს мотивация არის, რომ შენი შრომით, მონდომებით როგორ უნდა გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის სახელი და გავაცნოთ მთელს მსოფლიოს. ამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩვენი პრიორიტეტი არის ახალგაზრდები, რა თქმა უნდა. ამის ნათელი მაგალითი არის თუნდაც დღეს აქ შეკრებილი ახალგაზრდობა, როგორ შესიცინებენ თვალებში ბატონ ლაშას. დარწმუნებული ვარ, თითეული მათგანი ოცნებობს, რომ გახდეს ისეთი წარმატებული, როგორიც ბატონი ლაშა არის. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, სპორტის განვითარებისთვის. მთავარია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოსწეს ქუჩას და მივყვეთ ჯანსაღ ცხოვრებას. დღეს სტუმრობს მსოფლიოს 7 წლის ჩემპიონი, 3 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 7 წლის ევროპის ჩემპიონი ბატონი ლაშა ტალახაძე. ყველა ბედნიერია თქვენ ნახეთ ის დახვედრა ახალგაზრდებში და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გვინდა გაუსვათ, რომ ჯანსაღი ცხოვრება შრომის მოყვარეობას ყოველთვის მოაქვს შედეგი და ამის სიმბოლო არის ჩვენი ლაშა. შევხვდით ჩვენს ახალგაზრდებს წალენჯი ხაში, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ამდენი ახალგაზრდა თაობა იზრდება, ამდენი ახალგაზრდა ბავშვი არის ჩართული სპორტში. ბედნიერი ვარ, მიხარია, როდესაც რაიონებში დავდივარ და ხვდები ესეთ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომელსაც დასახული აქვს ვიზა, რომ გამოვიდნენ ღირსეული ქართველები და იყვნენ წარმატებული ადამიანები. ეს არის ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი.